შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულებს მადლობის სიგელები და iPad Air გადასცა. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვიდნენ. კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრების სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. მადლობის სიგელი TV3 ჟურნალისტმა ცოტნე გეგეჭკორმაც მიიღო. მინდა დიდი მადლობა გადავხადო მასმედიის წარმოადგენლებს, სათაო ჟურნალისტს, ვინც ამ საქმიანობაში იყო ჩართული, მათი მეშვეობით, მათი დახმარებით მოხდა კანონის ინიციირება, რა თქმა უნდა, საზოგადოებაც აყვამ კამპანიას თქვენი დახმარებით და შედეგი სახეზე გვაქვს უკვე, რაც მოხმარება იყო დაახლოებით 100%, დღეს ის მოხმარება 10%-მდეა დასული. ჩართულობა არის უმთავრესი, იმიტომ რომ მედია ერთადერთი საშუალება, რითაც შეიძლება ადამიანმა დღეს ინფორმაცია მიიღოს. წიგნის გარდა რასაკვირველია, მაგრამ ადამიანები, ბავშვები შეიძლება ნაკლებად კითხულობენ და უფრო მეტად უყურებენ გადაცემებს. და დიდი მადლობა ყველა მედია საშუალებას.